კი, რა თქმა უნდა. მოგესალმებით ძირფასო რადიო მსმენელებო და რადიო მაყურებლებო, არაჩვეულებრივი, უნიჭიერესი, უსაყვარლესი, უკარგესი სტუმრები მყავს. ზუსტად ვიცი რომ მთელი საქართველოს ცეკვავენ ვარსკვლავებს უყურებს და გამორჩეული მონაწილეები მარიამ ქავთარაძე და გუკა ჭანტურია, ნეტარო ჩავიხედე ხა რომლის სახელია გვარი შემეშლებოდა, იცის ყველამ ძალიან კარგად და ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში რომ ჩემი სტუმრები ხართ. პირველ რიგში მინდა რომ კომპლიმენტი გითხრათ. ძალიან ლამაზი საყურებელია ეს თქვენი ასეთი ნავარჯიშები დახვეწილი სხეულები ეს რაღაცა დაფრინავთ ამილეთების შესრულება არის რაღაცა საოცრება და აი ბოლო ტური მაქვს შემონახული ვერ ვნახე და აუცილებლად უნდა ვნახო და დიდი ამბები ატყდა ამასთან დაკავშირებით და დავიწყოთ ვისგან დავიწყოთ მარიამ დავიწყოთ შენგან აბა როგორი გამოწვევა იყო რა მოხდა შენ თავს რა დატრიალდა როდესაც მიიღე აი ესეთი მოწვევა რომ ყოფილიყავი ამ სასწაული პროექტის ნაწილი როგორ მოხდა ეს შენ ცხოვრებაში პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის თავიდან ძალიან ბევრი ინტერვიუში ვახსენე და ეხლაც თავიდან დავიწყო მართალი გადავერთეთ უკვე სხვა პროცესზე ვარჯიშობთ და ძალიან აქტიურად ვართ ამ პროცესში ჩართული მაგრამ კასტინგი ჩატარდა ჩვენ ანსამბლში და იყო ბევრი კონკურენტუნარიანი მონაწილე ანსამბლი აფხაზეთი აუცილებლად ვახსენოთ და მეც მივიღე რა თქმა უნდა მონაწილეობა და ძალიან ჩვეულებრივად იმ დღეს ჩაიერ ძალიან დატვირთული დღე მქონდა რეპეტიცია მქონდა მე ისევ გასაუბრება იყო კასტინგი და მე ისე საღამოს კონცერტი და იმდენად დატვირთული დღე მქონდა რა შუაში რომ მივედი მე აღარც გამხსენები ამის შესახებ და ჩვეულებრივად ჩაიარა ამ დღენ და ორშაბათი დღეა და ნოე მირეკავს მარიამო გილოცაო შენო აგირჩიეთო და იმაგის მე არ მახსოვს ცოტა ხანი არ მახსოვს რა ხდებოდა ანუ არ იმოდი რომ შესაძლოა შენ რატო ქონდა ეგეთი დამოკიდებულება კონკურენტული გარემო იყო მართლა ხო და ვერც იფიქრები და უცებ ესეთი სიურპრიზი ხო სადღაც ალბათ 1% ყველა უშვებდით მაგას მაგრამ მაინც არ მქონია ესეთი მოლოდინი ну არ ვიცი არ მიფიქრია იმდენად დატვირთული გრაფიკი გვაქვს ზოგადად ჩვენ ანსამბლს აფხაზეთს სულ კონცერტები სულ გასტროლები და რაღაცა ну ესეც ძალიან სპონტანურად მოხდა რა ძალიან უცბად გავიგეთ იმის შესახებ რომ ტარდებოდა კასტინგი და ჩვენც მივედით მონაწილეობა მივიღეთ და მე ჩვეულებრივად იმ საღამოს კონცერტი გქონდა და გავბოდით კონცერტზე და ну მე უკვე რო აღარ გახსოვს რა ძალიან ჩვეულებრივად რა ხარ და გირეკავს ტელეფონი და რეპეტიციიდან მოვდიოდი თან ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ზუსტად დაღლილი და კანცელი და მირეკავს და მე უკვე ჩვენ სამხატვრო ხელმძღვანელს დაურეკე და იმას ვეკითხავდი რომ მეთქი ესეთი რაღაც მოხდა მართალია იმანიცოდა უკვე თქვენმა სამხატვრო ხელმძღვანელმა რა მაგარია კიდევ ერთხელ გილოცავ და გისურვებ რომ ესეთი მოულოდნელი წარმატება და სიხარული გქონდეს აი თქვენი შეხვედრა უკვე როგორ მოხდა გუკა სად შეხვდით პირველად ერთმანეთს ჩვენ შეხვდით პირველად იმეჩი ანუ შორიდან რომ უყურებდი მაინც ან ჯერ თავიდან არ ვიცოდით ხო თავიდან მოვიდნენ ახლა ეს ქართულის მოცეკვავეები შემოშხვართავდნენ და ვარჩევა ვისთან ვიცეკოდი ხამი ვისთან დავაყენები და რატომღაც მაინც ფიქრობდი აი აგარ მქონდა ესეთი შეგრძნება რომ მარიამთან დავაყენებდი და ბოლოს ეგრე მოხდა ხო და რაც შეეხება მარიამზე ანუ ძალიან კომფორტულად ვგრძნობ მე თავს ვარჯიშის დროს და რა ძალიან მნიშვნელოვანია ხო გუკარო პარტნიორთან ძალიან მშრომელია და არა აქვს ეგ მომენტი რომ შეიძლება რაღაცა მოძრაობა არ გამოვიდეს ადამიანს და თქვას რომ კაი არა უშავს იყოს ეგ მომენტი არ აქვს ანუ მაქსიმალისტია და უნდა რომ ყველა მოძრაობა გამოვიდეს კარგად ძალიან მაგარია ეგ რა მე ვიცი ხა თქვენი სფეროს წარმომადგენლები ძალიან ბევრჯერ ყოფილან ჩვენთან სტუმრები ამ პროექტის ფარგლებში და სულ ამბობენ რომ აი ხელს უშლით ვარსკვლავთან ურთიერთობაში ხანდახან თუ არის ესეთი რომ აი დისციპლინა აი ეს რაღაცა სხეულის რაღაცა რო არ მოყვება მე თვითონ მისი განცდები და მგონია რომ ეს რაღაცა არ არის ხო ხა ესენიც მოცეკვავეები არიან და ის ფუნდამენტი რაც არსებობს მე მგონი მათაც აქვთ კარგად ხო მაგრამ ჩვენ შორის მაინც ხოვა. აი ეგ მაინტერესებდა ახლა. აი რა სხვა თქვენც რუტინულად შრომობთ 24 საათი ვარჯიშობთ. აი რა როგორი სხვაობა არის? აი რუტინა და ეს დისციპლინა რაც გვაქვს ეგ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია და ყველაზე მეტად ეგ გვეხმარება ამ პროექტში. რო იყოთ აი ასე შეხმატყილებული. რომ იცი რომ რეპეტიციაზე მიდიხარ და იქ ყველაფერს ანუ იმ რეპეტიციის გარდა არაფერი არ არსებობს, იქ ხარ და მორჩა. ეს და ანუ მთელი დღე რო გადადებული გაქვს, იმიტომ რომ უნდა ჩადო შენი მაქსიმუმი, ან და უნდა გამოიყვანო მაქსიმალური. შეგიძლია თუ რა შეგიძლია. სამწუხაროდ ეგ არ ვიცი, ცუდი არ არის, კარგია. ძალიან კარგია ჩვენთვის, რომ ვცდილობთ რომ მაქსიმალური გამოიყვანოთ. გამოვიყვანოთ, არ ვიცი რამდენად გამოდის უკვე ეს ლაივზე შეგიძლიათ ნახოთ, მაგრამ
ჩვენ გვინდა რომ მაქსიმალური გამოვიყვანოთ ხოლმე ყოველთვის, იმიტომ რომ ან სულ ვიძახი რომ ანსამბლში რო ვართ ჩვენ სახელმწიფო ანსამბლში რო ვართ მიღებულები, ყველა სხვა შეუძლია სახელმწიფო ანსამბლში ცეკვა. ესეც თვლი რომ გარკვეულწილად პატივია რომ ძალიან სახელმწიფო ანსამბლში ცეკვა, იმიტომ რომ რაღაცის განსაკუთრებულად გაკეთების ნიჭი გაქვს, ნიჭი თუ არ გაქვს შრომის შედეგად გაქვს მიღწეული და უნდა იცოდე რომ რაღაცა რომ გამოგდის ანუ იმიტომ ხარ სახელმწიფო ანსამბლში, მაშინ ხო ნებისმიერ იქნებოდა ხო და აქაც ის მომენტი გვაქვს რომ არ უნდა რაღაცა ნახევრად გამოსული არ მოგწონს. ვინდა რომ მაქსიმალური დაუბრუნდეთ და ძალიან მაგარია ეგ ყველაფერი. ყოველთვის არის მე გამარჯვების, საკუთარ თავზე პირველ რიგში გამარჯვების და მე უკვე მართლა გამარჯვების საწინდარი, როდესაც ესეთი შრომის უნარია. ეხლა გამთქვა შენ როგორი კომფორტული ხარ სამუშაოდ. შენს გითხარი როგორ გზნობ კომფორტულად. აი, გამახსენა სხვათა შორის და პირველი შეხვედრაო და მე ვკითხე მაშინ რომ რამდენჯერმე შევამჩნიე რომ მიყურებდა და მეთქი შენ იცოდით ხო მე რა შეგხვდებოდი თქო და სინამდვილეში ეს არავინ არ იცის ვის შეხვდება და ლოტოტრონი არის ხო თუ რაღაც ლოტოტრონი და თვითონ არჩევენ და მე იქ გებულობთ პირველ შეხვედრაზე გავიგეთ ერთმანეთი უნდა ერთმანეთის წყულები ვიყავით და ეგ ხო თავისად ისე ხვდებით ერთმანეთს ამ შერჩევაზეც რომ მგონია რომ ნუ იცნობთ მინიმუმ ერთმანეთს და აი კარგად ნანახი ყავთ ერთმანეთი და მე საერთოდ წარმოდგენა მქონდა და ეს შევამჩნიე რომ მაკვირდებოდა და მაშინ ვიფიქრო მეთქი იცოდით ხო მე რო ვიყო გიქნებოდი შენც არა არ ვიცოდი უბრალოდ ეგრე ვიფიქრეო ამაგარია რა სულ ეგრე ხდებოდა შენს წინა მონაწილეებსაც თუ პირველად მოხდა რომ გამოიცანი ეს რაღაცა კარგის ნიშანი არის ალბათ ახლა გადავიდეთ მინდა გუკაზე რომ კი გუკაზე რაც გინდა ყველაფერი საქმის ძალიან პროფესიონალია ძალიან დეტალებზე მომყვება და ანუ ცდილობს რომ მაქსიმალურად გამისწოროს იმიტომ რომ მეც ეგ პრობლემა მაქვს ხოლმე და სულ ვეუბნები რომ დეტალებს მიმიქცე ყურადღება და ესეც მაქსიმალურად მომყვება მაგაზე თანხმდებით რომ ყველაფერი უნდა გავასწოროთ დეტალურად უნდა ჩავყვეთ პროფესიონალია შრომის მოყვარია და ძალიან გულწრფელი ადამიანია. რა მაგარია. თქვენ მე მგონი ისეთი მეგობრები გახდებით, რომ განუყრალები, აი ესე ემთხოვით ერთმანეთს ამ რაღაცა. და პროექტი რომ დამთავრდება, რა გეშველება ჩემს გარეშე. მე რო დაფიქრდი რას მიხდი. ჯერ არ ფიქრობ. ჯერ დავარია რომ შეიძლება დიდხანს იყოთ ამ პროექტშიც და ერთადაც. ძალიან მაგარია. თვითონ ეს სავარჯიშო გარემო მე მგონი ყველა ერთად ვარჯიშობთ, ხო? რაღაცა ესეთი სივრცე არის თუ თქვენ ცალკე ვარჯიშის საშუალებაც გაქვთ? არის ხოლმე მომენტები, როცა შეგვიძლია ცალკე ვივარჯიშოთ, ანუ დროები არის ესე განაწილებული არის, მაგრამ არის მომენტები, როცა ყველა ერთად ვართ და ეს პრობლემას ნამდვილად არ აი ეგ უნდა მეკითხეთ, ის კომფორტია თუ პირიქით არ აქცევ ესეთ რაღაცებს ყურადღებას? აი პირიქით რაღაც მხრივ გინდა მეტი ვარჯიშო, როცა ხედავ მაგ ატმოსფერას, რომ ყველა ვარჯიშობს შრომობს და ანუ ფიზიკურად ვერ დაждები და ვერ დაისვენებ, რომ უყურებს ხოლმე შენს გინდება ადგე და აი ვარჯიშო. სულ ვამბობ ამ პროექტს რომ ვუყურებ და მონაწილეებს რომ ვუყურებ რაღაცნაირად აი ეს კონკურენტი სიტყვა რასაც ნიშნავს აი არ იგრძნობა რაღაცნაირად ხა თითქოს ერთი გუნდი ხართ ერთი ანსამბლი ხართ და უბრალოდ სხვადასხვა რაღაცა იმას აჩვენებთ ნომერს მართლა ესეა თუ არის მაინც ის რაღაცა კონკურენტული შიგნით რაღაცა ცეცხლები თუ არ აქცევთ ამ ყველაფერს ყურადღებას და პირდაპირ მიდის ისე მართლა ჰარმონიულად როგორც ჩანს გულწრფელიაო და გულწრფელი პასუხი მინდა შეიძლება იყოს რაღაც მომენტები, მაგალითად ჩვენ პირადად მე ყველასა მეგობრულად ვარ და ანუ არ მივიჩნევ კონკურენტად, უფრო ჩემი თავია, ჩემი კონკურენტი, ვიდრე სხვასთან შევეჯიბრო ამ ცეკვებში. არა, ანუ ეგ მომენტი მე მაგალითად არ მაქვს. და ისეთი სეზონია და ისეთი მონაწილეები არიან წელს, რომ ყველა მეგობრულად ვართ ერთმანეთში და ყველას ვეხმარებით ერთმანეთს. ძალიან მაგარია. ზოგადად შენი სფეროც ესეთია, ხო? მინახავს, რომ აი მოცეკვავები, ესე ერთ დიდ იმაში ხარ სივრცეში და ნუ ჟიურიც იქვე არის და აი სულ ფიქრობ ხოლმე, რომ აი მანდ თუ არის რაღაცა, რომ აი გძაბავს კონკურენტიან დაქცინის ან რაღაცას ისეც აკეთებს. აი ზოგადად ყოფილა ეგეთი რაღაცა, რომ ვინმე მოედანზე კონკურენტი გძაბავს. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ან რაღაცა ეგეთი თუ გახსენდება, თუ ყოფილა ეგეთი შემთხვევა. აი ზოგადად თქვენ სფეროში თუ არის ეგ მაინტერესებს. ხდება, კი რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ეგ უკვე შეჯიბრი არის. ანუ შეჯიბრი ქვია ჩვენს ანუ როცა გამოვდივართ ყველა ერთმანეთს ვეჯიბრები და არის პირველი, მეორე, მესამე ადგილი და ასე შემდეგ, მაგრამ მე ეგ მომენტი არ მქონია. იქაც კი ხო? სადაც გამოდიოდი იმისთვის რომ გამეკეთებინა ჩემი საქმე მაქსიმალურად.
ძალიან მაგარია. დაუბრუნდეთ ისევ რაღაცნაირად მეწყვილეებს და იმ მნიშვნელობას, რამდენად მნიშვნელოვანია. ეხლა ალბათ ბევრი გვისმენს მათ შორის ახალგაზრდას, ვინცაც ძალიან მოსწონს ეს სამეჯლისო ცეკვებიც, იგივე ქართული ცეკვები და ისო გისმენთ ეხლა და ფიქრობს რა სირთულე შეიძლება ეს ყველაფერი იყოს. რაღაცნაირად ეს სირთულეებიც დავანახოთ. აი, რა გქონიათ აი მთელს კარიერულ გზაზე, აი სირთულეები, რომ აი დავყრე ხა ყველაფერს და წავალ ხო ყველა სფეროში არ იგითი რაღაცა. არის ესეთი ქარტეხილები თქვენ სფეროშიც და რა განაპირობებს ამას? ფიზიკური ტრავმები, კონკურენტული არიერობა, იგივე რაღაცა ტრენერთან უთანხმო. აი რა განაპირობებს? აი რა არის ყველაზე დიდი სირთულე, რაც შეიძლება შეგხვდეს ამ კარიერულ გზაზე? ეს მეინტერესებს. ჩვენთან მაგალითად გვაქვს ესეთი მომენტი, ანუ ყველას არა, მაგრამ უმეტესობა მოცეკვავეს აქვს ეგ მომენტი, როცა აი როგორც მოცეკვავე იზრდები, ტექნიკურადაც იზრდები, ასუფთავე მოძრაობებს, მაგრამ გაქვს ერთი პერიოდი, რომ აი გაჩერებული ხარ. აი გინდა რომ უკეთესი იყო, მაგრამ რაღაცა ვერ გამოგდის. ანუ მიხვედი რაღაც ეტაპამდე და აი გაჩერდი, ანუ გაჩერებული ხარ და ეგ თუ გადალახე მაშინ უკვე ანუ წაგივა ყველა მოძრაობა და ყველა ცეკვა შესაძლებელი იქნება შეთვის. აუ რა მაგარია. ეგ არის ერთი მომენტი, შეიძლება ეგ მომენტი გაგრძელდეს 9 წელი, 1 წელი. ვა. რო სუხარ ერთ დონეზე ნეიტრალურ და იმაზე მაღალ კლასს ვერდება, ანუ ხო? ეს რა დროს არის? როდესაც უკვე კარიერული პიკია, ასე ვთქვათ? ვა, რა მაგარია. 18, 19, 20 წელი ესე ვთქვათ. ასე. შენ ქონდა ხო, ნუ ეს გარდამტეხი პერიოდი? და ეხა უფრო თავდაჯერებული და უფრო მარტივია ყველაფერი, რა მაგარია. თქვენ შემთხვევაში, მარიამ? მე სახელმწიფო ანსამბლში ვწევ და ჩვენთან ესე მარტივად არ არის ჩასაქმე, ჩვენთან უფრო რთულად არის, იმიტომ რომ რაოდენობრივად უფრო მეტი ვართ, უფრო კონკურენტული გარემოა, ძალიან ბევრ რაღაცაზე გიწევს ერთდროულად ფიქრი, სულ მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყო, ტრამვები ძალიან ხშირია და ეს ყოველთვის შეფერხება, რომელიც უკან გვხევს ხოლმე და ზოგჯერ რაღაც პერიოდი გვჭირდება ხოლმე იმისთვის, რომ ისევ უკან დავბრუნდეთ ფორმაში, იმიტომ რომ არის პერიოდები პირადად მეც მქონია ტრავმა და შეიძლება ერთი თვე არ მეცეკვა და მე უკან დაბრუნებულს საკმაოდ დიდი დრო დამჭირვებია, რომ დაბრუნებულიყავი იმ ფორმაში, რა ფორმაშიც ყოფილა. მართლა მარიამ, ერთი თვე დიდი შუალედია თქვენ შემთხვევაში. ერთი კვირა, ანუ 2 კვირა რო ვისვენებთ ხოლმე, ზაფხულში უფრო ძირითადად. რო ბრუნდებით ხოლმე გონია რომ კარგახანი 1-2 წელი ალბათ არ გვიცეკვე და ფორმაში ანუ ფორმაში დაბრუნება ისევ თავიდან რო იწყება, ეგ არის რთული პროცესი. და აი იმ შუალედს როგორ თქვენ თვითონ როგორ ავსებთ ცეკვით? ხა ისე დონეზე ხო ვეღარ იმეცადინება ასე ვთქვათ სახში. ინდივიდუალურად მუშაობთ საკუთარ თავზე. მაინც იმ შუალედების დროსაც მუშაობთ საკუთარ თავზე. არა, როცა ტრავმა გვაქვს და იქ იმის განაკრძალვა გვაქვს, მაშინ ხო, მაგრამ აი, როცა უკვე ბრუნდებით და ხვდები, რომ შენი კოლეგები წინ არიან უკვე წასულებით, ანუ იცით ალბათ აფხაზეთის ანსამბლი გამუდმებით სიახლეები გვაქვს, გამუდმებით ეხლაც უკვე ახალ პროგრამაზე მუშაობთ, კლასიკური პროგრამა იქნება ძალიან მალე და სულ სიახლეებია. და სულ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ფორმაში ვიყოთ, მაქსიმალურად მეტი გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკეთესი შედეგი დავდოთ ხვალ და ზეგ და ნუ არ ვჩერდებით. ძალიან მაგარია. ეს რაღაცა ერთკვირიანი ჩავარდნაც ხოლმე ძალიან გვეტყობა და ნუ აი აქ არის ხოლმე мотиваციის პრობლემები მოდის, რომ უკვე ვაი ისე აღარ გამომდის, როგორც გამომდიოდა, რა უნდა ვქნა და დროის ამბავია რა, მე დროთა განმავლობაში უკვე ეს ყველაფერი მუშაობაში და საკუთარ საკუთარ თავს და ზონაში არ ვარ. არ ხარ და ამ დროს აი მოცეკვავი რა კაია, ცეკვის ადამიანს შენ რა გინაღლება ცეკვა. არა, ჩვეულებრივი სამსახური გვაქვს, უფრო რთული, იმიტომ რომ ფიზიკურად ძალიან ძლიერი დატვირთვა გვაქვს. ეხა პირობითად მე 10 საათზე რო ვიწყებ დილით სამსახურს, 5 საათზე ვამთავრებ ყველაზე, რა ვიცი, უკეთეს შემთხვევაში ამ მაქსიმუმ 4-5 ესეთ დროს. და ადამიანი ამ დროს მიდის ოფისში და ზის ჩვეულებრივად კომპიუტერთან. მე არ ვამბობ, რომ ეს შრომა მარტივი არ არის ეს შრომა, იმიტომ რომ გონებრივი შრომა ძალიან რთულია. მე მქონია ესეთი მუშაობის შესაძლებლობა და ვიცი როგორი რთულია, მაგრამ მე სულ ფიზიკურად აქტიური ვარ. წარმოგიდგენიათ 10-დან 5-მდე და შენ რა გენაღლება ცეკვა. არა, აი ძალიან რთულია და არის ძალიან ბევრი ტრავმები და სულ ცდილობ რომ სულ ფორმაში იყო, გარეგნულად ძალიან კარგად უნდა გამოიყურებოდა, ფიზიკურად ძალიან ძლიერი უნდა იყო, უნდა გააძლიერო ორგანიზმი
და რა თქმა უნდა იყო უკეთესი ვერსია შენი თავის ყოველ დღე. მარიამ, ამ უნარებს როგორ იძენ? ანუ რა შეიძლება ბავშვობიდან დაწყებული ცეკვა გაძლევს ამ უნარებს და აი რაღაცა შუაში თუ შემოუერთდები ეს ყველაფერი არ იქნება ესეთი, იმიტომ რომ ეხა შენ გარდა იმისა, რომ ფიზიკურად ხარ ძალიან მზად და ძლიერი, გარდა ამისა გონებრივად და მენტალურად ხარ აი ჩამოყალიბებული მოცეკვავე. ერთიც და მეორეც, აი როგორც აზროვნებთ უკვე როგორც მოცეკვავები. ეს ამას წლები განაპირობებს. თუ ამას გავასწავლეთ ვინმე, თუ აი როგორ ხდება ეს ყველაფერი. მე დავიბადე მოცეკვავების და ქორეოგრაფების ოჯახში და ეს ბუნებრივი გარემოა ჩემთვის, მაგრამ გარდა ამისა, არის საკმაოდ ძლიერი ანსამბლები ამ ქვეყანაში. მე მამაჩემთან მცეკვავდი კავკასიონში. და ჩვენ მქონდა ძალიან, როგორ გითხრა, დისციპლინირებული და რთული არა. მე ვიტყვი, რომ ქორეოგრაფიულად სწორი გარემო, რომელიც გვასწავლიდა, რომ ჩვენ ვიყავით პროფესიონალ მოცეკვავებით გზრდიდა. და ეს არის გასწავლიან, როგორ უნდა შეიმოსო თუნდაც კონცერტზე, როგორ უნდა მოიქცე, როგორ უნდა გადაადგილდე, როგორ უნდა იყო დარბაზში, როგორ უნდა იმუშაო შენ თავზე და აი ამ დეტალებისგან უკვე 5 წლიდან, პირობითად ან 6 წლიდან ბავშვი რო იზრდება, უკვე ჩამოყალიბებულია, იცის ყველაფერი, თუ როგორ უნდა მოიქცეს, სადაც არის იმ გარემოში, თუ სახელმწიფო ანსამბლში მოხდება მით უმეტეს. და აი ეს პერიოდულად ყალიბდება შემდეგ. მარიამ, რას ნიშნავს გადაადგილება? ანუ ამასაც თავისი ეტიკეტი აქვს. სცენაზე, აბა. ან როგორ გადახვალ ცეკვიდან ცეკვაზე, როგორ დაბრუნდები კულისებში, როგორ გამოხვალ, ამასაც თავისი ისა აქვს ეტიკეტი. ძალიან მკაცრად განსაზღვრულია. ეს მკაცრად ცოტა ისეთი უხეშინათქვამია, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ რაღაცების სცენაზე არ შეიძლება, რაღაცების სცენაზე შეიძლება და ესეთ ძალიან ბევრი დეტალია, რომლისგანაც შედგება ყველაფერი და ესე მარტივად არ არის. ყველაფერს რომ ამაზად სცენაზე ხედავთ, ეს უკვე არის ამდენი ძალიან დიდი შრომა ჩადებული. კი, ცხადი არის. გუკა, თქვენთანაც ეგრე არის. აი, თქვენთან უფრო მგონია, რომ ეს რაღაცა დგომის და მოქცევის წესები იქ რაღაცა უფრო დიდ ტერიტორიას გადიხართ იქ სანამ აუცილებლად ეგ ყველაფერი მოვა აი რა თქმა უნდა ანუ ბავშვობიდან რა ასაკი არის აი რა ასაკიდან იწყება თქვენი ცეკვები იდეალური არის 5-6 წელი 5-6 წელი თუ გულისხმობთ პროფესიონალურ იმას ხო ცეკვებს და თუ მოყვარული არის როცა მინდა შემოვირბენ დაუშვათ ხო რას ავითარებს თითოეულმა თქვენგანმა მინდა რომ ვთქვათ ეს მესიჯი ძალიან მნიშვნელოვანია რომ გაუშვათ ახლა იმ ახალგაზრდებისკენ ვინც გვისმენს რომ ეს რაღაცა სპორტული აქტივობის, რა ვიცი, ურთულესი ფორმა არის, მე მგონი რომ ვუყურებ აი თქვენს ცეკვებს. რას ავითარებს, როგორ კუნც, როგორ სხეულს აყალიბებს, აი თქვენ შემთხვევაში როგორ მოხდა აი თქვენი მეგობრების შემთხვევაში, აი რისთვის არის, აი სწორი სუნთქვა თუ სწორი რაღაცა მხრებში, აი რას აკეთებს გარდა იმისა, რომ საოცრება და ჩვენი კულტურული ძეგლია და ამის გარეშე თქვენი ცეკვები წარმოუდგენელი არის და ჩვენი ცხოვრება, აი კიდე ჯანმრთელობის კუთხით მინდა რომ მითხრათ, აი რა არის ბენეფიტები, რასაც ქართული ცეკვა გაძლევს. შენგან დავიწყოთ, მარიამ. გარდა იმისა, რომ ფიზიკურად ძალიან ლამაზები ვართ, ჩემ თავზე ხმამახალი რა თქმა უნდა. და თქვათ ახლა ხო, აბა мотиваცია როგორ მოცეკვავები ცნობილები ვართ, ამით რომ გარეგნობა ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ჩვენთან. ამას ავითარებს. ანუ სხვანაირი ფორმები აქვს ქართულის მოცეკვავს, ალბათ დააკვირდებით და მიხვდებით. კი, გენაცვალე შევითავინებთ. სხვანაირად გამოვიყურებით. გარდა იმისა, რომ ფიზიკურად ძალიან აქტიურები ვართ, გარეგნობაც რა თქმა უნდა, ლამაზები ვართ და ჯანმრთელები ვართ. გარდა ამისა, გონებაზე ძალიან კარგად მუშაობს, იმიტომ რომ სხვანაირად აზროვნებ. ანუ ხელოვანს ხდის, საკუთარი გამოხატვის საშუალებას გაძლევს. ხვდები რომ რაღაცები შეგიძლია სხვანაირად გამოხატო, როგორც ხელოვანმა და ხელოვნება იცით როგორი ღრმა არის და რამ ხელოსიღრმებში ჩადის. და მამა იძახის ხოლმე ჩემი ქორეოგრაფია და იმიტომ ახსენებ რომ ისო ვისაც ცეკვა კარგად გამოდის მჯერაო რომ ყველაფერში აბსოლუტურად ძალიან კარგია. ყველაფერი გამოვა ხო? რომ ყველაფერი გამოვა ბავშვებთან მიმართებაში განსაკუთრებით კარგადაც ისწავლის ცხოვრებაში რაც მიზანდასახული ხდება ბავშვი. ან მიზნებს ისახავს, იცის რომ ჩვენ თუ ვეუბნებით რომ აქედან აქამდე თუ გააკეთებ ძალიან კარგი იქნება, მე ცხოვრებაში ეს მექანიკურად გადასდის და იციან რომ რაღაცები აქედან აქამდე თუ მივა მიზნს თუ დაისახავს, თუ იშრომებს, იმიტომ რომ ამის ნათელი მაგალითია ჩვენთან ანსამბლებში, თუ იშრომებს, იცის რომ მივა ძალიან კარგ შედეგებამდე და მართლა მე რო ვაკვირდებით ადამიანებმა ვინც დაამთავრეს ცეკვა და აღარ გაუგრძელებიათ, მართლა ძალიან რა მიზანს დაისახეს, ყველამ გააგრძელა და მიაღწია ის რაც უნდოდა. ძალიან მაგარი არის. შენ შემთხვევაში უკა როგორ ფიქრობ შენ? ჩვენ შემთხვევაში, ანუ
ვარჯის თავი რო დავანებოთ, ანუ ცეკვა ჩვენ ცეკვებში არის მაგ დროს კარგი, როცა კაცი არის, კაცის ამპულაში და გოგო არის გოგოს ამპულაში და ჩვენი ცეკვები გვასწავლის, როგორ უნდა მოვიქცეთ გოგოს მიმართებაში, ანუ ის ხო არ არის მაგალითად პარკეტზე როგორ გამოვდივართ გოგო გამოვყავს მაგარია ხო აი ეგრე არასდროს არ შემიხედავს ზუსტად ამიტომ გეკითხებით ხო როგორ ექცევი აი გოგოსთან როგორ ცეკვა რა მანერები გაქვს რა მიმიკები გაქვს სახის ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ეგ არიან მოცეკვავები მაგალითად როგორ გითხარი როგორ მითხარი ახლა რო არ მითხრა გავგიჟდები მოცეკვავები რომელიც ამეტიკეთს არ მიყვებიან ამას გულისხმობ ჩვენ ცეკვებში უფრო ადვილი არის გოგოსთვის რომ მიცეკვას ეგ მოძრაობები ვიდრე კაცისთვის და რატო ანუ კაცი როცა ცეკვავს იგივე მოძრაობას მაინც უნდა გამოჩნდეს რომ კაცია ანუ არ უნდა გააკეთოს ისე მოძრაობა როგორც გოგო არ უნდა დაჭრდილოთ ხო აუ რა მაგარია თავიდან ბოლომდე ჯენტლმენური ცეკვა არის მართალი ხარ ხო თქვენ ცეკვებში ხალი ყოველთვის ანათებს და ჩანს და ეგ უკვე მხოლოდ პარკეტზე არ ჩანს ანუ შენ ცხოვრებაში ანუ თუნდაც გადაგდისე მეგობრებში აუ რა მაგარი რაღაც თქვი ანუ გოგოს მიმართებაში ხარ სხვანაირად აზროვნება სასწრაფოდ ყველა შვილი შეყვავს სამეჯლისო ცეკვებზე ჩვენ გვაქვს ნაკლები ანუ ჯერ და მე ორივეგან შეყვავს მაგრამ უფრო მოვიხიბლე ხამ ყველაფრით ხო შეიძლება არჩევანი გავაკეთე ძალიან მაგარია ის მართლა არ შემიხედავს და აი შიგნიდან დანახული და პროფესიონალის ამბობი ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მაგარი არის რა თქმა უნდა ძალიან ბევრი გვაქვს სასაუბრო ჯერ სადავართ ამიტომ რეკლამაზე გავიდეთ და რეკლამის მერე დაუბრუნდებით დაგველოდოთ ძვირფასო რადიო მსმენელებო